საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელს ინათილ ცერცვაძეს დებატების ხელოვნება და ახალგაზრდების ჩართულობა ამ კუთხით იწყება მზადება დებატების ეროვნული ტურნირისთვის, რომელიც გარემოს დაცვის თემას მიეძღვნება და სწორედ ამ საკითხებზე გვექნება საუბარი ქალბატონ თინათინთან ერთად. მოგესალმებით. გვიხარია თქვენი სტუმრობა. ზოგადად დავიწყოთ დებატების ხელოვნებით. რა არის დებატების ხელოვნება? რა არის ამისთვის საჭირო, რომ ადამიანი იყოს ძალიან ძლიერი დებატებში? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო თქვენს მიმართ, როდესაც ყოველთვის ინტერესდებით, შემეცნებით და საგანმანათლებლო აქტივობებით თუ სხვადასხვა მიმართულებებით, რაც ძალიან იშვიათია ჩვენს მედია სივრცეში ხოლმე და ძალიან მიხარია, რომ ამდენად დიდ ყურადღებას უთმობთ განსაკუთრებით მოზარდების განვითარებას და ჩვენც ზუსტად აი ამ მიმართულებით მუშაობთ. პროექტი დებატები უკეთესი განათლებისთვის არის სწორედ მომავალი თაობის უკეთესობის კენცვლილების საწინდარი, რასაც ის ითვალისწინებს. აი აგერ უკვე რამდენი წელია, მეოთხე წელია გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით ეს პროექტი მიმდინარეობს და ახლა ჩვენ დავიწყეთ უკვე თეგეტა გრინ პლანეტისა და UNDP-სთან ერთად ეროვნული ტურნირი და აი რა არის, როგორ ვითარდება დებატები, რას ემსახურება ის და რა მნიშვნელობა აქვს მას, ამაზე მინდა რა თქმა უნდა მეც სიამოვნებით გაგიზიაროთ რამდენიმე საკითხი. ის რაც დღეს განსაკუთრებულად დეფიციტურია და არა მხოლოდ მოზარდებში, მოზრდილებიც კი ამას ამჩნევენ, ეს არის სწორედაც კონსტრუქციული მსჯელობა. ეს არის თანამშრომლობა, ეს არის გუნდურობა, ეს არის ურთიერთპატივისცემა საუბრის დროს. ეს არის დამყარებული არგუმენტებზე, მასალების დამუშავებაზე, ცოდნა, პრეზენტაცია, წარდგენა თუ ოპონირება და არა მხოლოდ რაღაც გარკვეულ რწმენებსა თუ უბრალოდ პოპულარულ იდეებზე. და აი ჩვენ სულ ვცდილობთ, რომ მოზარდები აი ამ მხრივ მაქსიმალურად განვავითაროთ და ნაბიჯ თითო აგურის დადებით, ასე ვთქვათ, მივიწევთ წინ. ჩვენი მასშტაბები ხანდახან ესე შორიდან რო შეხედავს ადამიანი არც ისე დიდია, მაგრამ ის თუ როგორი დიდი რეზონანსიც აქვს თვითონ ჩვენს პროექტებს, ჩვენს აქტივობებს მთელ საერთაშორისო სივრცეში, სადაც დებატების სხვადასხვა ორგანიზაციები მთელი მსოფლიოდან არიან განვითარებული, აი იქ უფრო ნათლად ჩანს ხოლმე, იმიტომ რომ ხშირად გვეუბნებიან, რომ რატო საზოგადოებას არ დაეტყო ამდენი წლის, ჩვენ უკვე 20 წელიწადზე მეტია ამ მიმართულებით მუშაობთ, თქვენი კვალი და ჩვენ ვამბობთ, რომ იმდენად ბევრი არის ამ მხრივ სამუშაო და აი თქვენი კითხეთ, როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ, ხო? მოდებატე ან სწორად მოსაუბრე, ასე ვიტყოდი ადამიანი. ამას ნამდვილად ძალიან ბევრი მუშაობა ჭირდება. ხშირად არის, რომ დებატებს მოაწყობენ და რაღაც რამდენიმე დღით ადრე შეხვდებიან ადამიანებს, გააცნობენ წესებს და ახლა იდებატეთო და აი ეს არის სწორედ ის, რაც არ უნდა ხდებოდეს და რაც იწვევს მერე დებატების თუ საერთოდ დაპირისპირების არასწორ აღქმას. ძალიან მნიშვნელოვანია ფუნდამენტური მომზადება ამისათვის. აი ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ დროში რო ეს გავზომოთ, მაგალითად, სკოლის მოსწავლეებისთვის მინიმუმ ეს ერთი სასწავლო წელი არის ხოლმე, სადაც სისტემატიურად შეხვედრები შედეგად იქნება ეს კლუბური მუშაობა თუ არჩევითი საგანი, რაც ჩვენ ახლა დავნერგეთ, აი ამ ყველაფრისთვის მზადება არის ხოლმე. ეს მზადება არ გეგონოთ, რომ ხშირად გვეკითხებიან და ფიქრობენ, რომ თემატურ საკითხებზე მომზადებაა. ხო, მაგალითად ახლა ჩვენ თეგეტა გრინ პლანეტსა და UNDP-სთან ერთად გარემოს დაცვით თემებზე მუშაობთ და და პრინციპით ირჩევა, ესეც საინტერესოა. დიახ, აი თემატიკები ეს არის, ეს უნდა იყოს აქტუალური აუცილებლად, ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჩვენი ორგანიზაციის დებატების ინსტიტუტის ღირებულებასა და ფილოსოფიასთან გადაკვეთაში და ეს უნდა იყოს ისეთი საკითხები, რომლებზეც მართლაც აქვს სერიოზულად სამუშაო ადამიანებს და მოზარდებსაც. აი ახლა ეს არაჩვეულებრივი შანსი, რომელიც ჩვენ გაეროს განვითარების ფონდსა და გრინ პლანეტთან ერთად მოგვეცა, არის სწორედ ამისი ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ერთის მხრივ თეორიულ მასალას ეცნობიან, რომ რა ხდება ჩვენს ეკოსისტემაში, საქართველოს რა როლი აქვს მას და აი სწორედ თეგეტა გრინ პლანეტთან ერთად ისინი ნახავენ უშუალოდ რას აკეთებენ საქართველოში ამ მიმართულებით ნარჩენების გადამუშავების თვალსაზრისით, როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი ნაბიჯების გადადგმას და რა არის მიღწევები და რა არის დაგეგმილი აი ამ მიმართულებით. ძალიან საქმიანი დებატები იქნება. აი დებატების მიზანი ზოგადად რა უნდა იყოს და რა არის დებატების არსი? აი კამათში იბადება ჭეშმარიტებაა, ხო, ყველას გაგვიგია ეს გამოთქმა, თუმცა რასაც ხედავთ ხოლმე მე თუნდაც ტელევიზიით და შეიძლება ჩვენც დაგმართნია იგივე რამ პირიქით ჭეშმარიტება კი არ იბადება, რაღაც აყალმაყალში გადადის, ჩხუბში შეიძლება გადაიზარდოს და არაჯანსაღია საბოლოო ჯამში და უმიზნოდ გამოდის, თქვათ, ეს დაკარგული დრო და შეიძლება შესაძლებლობა თუ რესურსი ადამიანური. აი რა არის დებატების მიზანი, რა უნდა იყოს
და ვთქვათ, აი თქვენ შემთხვევაში აი ამას როგორ გადასცემთ მოზარდებს? ეს ძალიან კარგი კითხვაა, დღეს ყველაზე აქტუალური მინდა გითხრათ, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ზუსტად 25 წელია მე მგონი გასული რაც ეს პროგრამა შეიქმნა და ჩამოვიდა საქართველოში, მაშინ როდესაც პირველ სახელმძღვანელოებს წერდით და პირველ ნაბიჯებს დგამდით, დებატები მხოლოდ კარგ ამბებთან იყო ასოცირებული. დღეს ეს სიტყვა ისე დისკრედიტირდა, რომ ჩვენს უგვიწევს პირიქით კარგად ახსნა განმარტება იმის, რომ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, რასაც თქვენ ხედავთ, აი რაც თქვენ მოყევით. ეს კი არა სტუდენტებთან, როდესაც ვიწყებთ ხოლმე ლექციებს, ვეუბნებით, რომ აი პირველი ასოციაციები რა გაქვთ და მე ვეუბნებით, რომ ეს დაივიწყეთ, ახლა ამის სრულად საწინააღმდეგოს გავაკეთებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვასწავლით სწორედ მართლაც ამის საპირისპიროს, ანუ ვასწავლით კონსტრუქციულად მსჯელობას, ვასწავლით გუნდურობას, აი დებატები რას იძლევა, აი თანამშრომლობას ასწავლის. ოღონდ ამას როდესაც ვამბობ, თამამად ვაცხადებ ამას, რადგან ჩვენ მუდმივად ვატარებთ კვლევებს, აი ეს პროექტი დებატები უკეთესი განათლებისთვის გვაძლევს არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, რომ სულ კვლევები ჩავატაროთ ყოველწლიურად, მართლაც რა იცვლება ადამიანებში, მოზარდებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში ამ მიმართულებით და ამის შემდეგ გავაკეთოთ ეს განცხადებები და ამიტომაც ვამბობ ასე თამამად, რომ აი ეს უნარები მოусმინოს სხვას. ეს უნარი, რომ პატივისცე სხვის მოსაზრებას, ამას ვარჯიში ჭირდება, სწავლა ჭირდება და არა მხოლოდ უბრალოდ დებატებში ჩართვა, იმიტომ რომ ტურნირები, შეჯიბრებები თუ ნებისმიერი დებატები საჯარო რაც ეწყობა, თუ ამას წინ არ უძღვის დიდი და სერიოზული მომზადება, აი სწორედ ის ხდება ხოლმე, რასაც თქვენ ამბობთ და ძალიან ხშირად ბეწვისხიძე ჩვენც გავდივართ ხოლმე, როდესაც ვიწყებთ ახსნა განმარტებას მოზარდებთან განსაკუთრებით იმაზე, რომ უნდა დაიცალოს თქვენი მსჯელობა დემაგოგიისგან, უნდა დაიცალოს პოპულიზმისგან. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს ჩვენ, იმიტომ რომ ან ერთის მხრივ ახალგაზრდები განსაკუთრებით არიან ჩაკეტილები და ამ გაჯეტურმა სამყარომ, ვირტუალურმა სამყარომ ეს გამოიწვია კომუნიკაციების უნარები შეფერხდა, ან მეორეს მხრივ ის ვინც ყოჩაღია, აქტიურია და საუბრობს, მიილტვის დემაგოგიისკენ და აი ამ პოპულიზმისკენ და ის უფიქრობს, რომ თუ ხმამაღლა იტყვის გაიმარჯვებს, თუ თავისას რაღაცა გაიტანს და რაღაცა პერსონალურად შეეხება ოპონენტს და არ გავითარ პატივისცემას არ გამოხატავს ეს კები პატარა უნარები მაინც არ არის საჭირო დებატებისთვის. აი როდესაც არგუმენტი აღარ გაქვს, მაგრამ არა, სწორედ და დიახ, აი ეს არის ოქროს წესი, იმიტომ რომ იმდენად ბევრი მოსამზადებელი სამუშაოა ჩასატარებელი. აი თემატიკა თქვენ რო ახსენეთ და ჩვენი ეროვნული ტურნირი, რაც ახლა ჩვენ დავიწყეთ, წარმოიდგინეთ 3-4 თვის განმავლობაში გარდა დებატების ტექნიკისა, ის ადამიანები, ვინც უკვე დებატების კლუბებში არიან ჩართულები, მოემზადებიან, ანუ 1 წელი შეუსრულდებათ დებატების ტექნიკის სამზადისის, ამას გარდა 3-4 თვე მარტო გარემოს დაცვით თემებზე იმუშავებენ. წარმოიდგინეთ, რა ზღვა მასალა უნდა გადაამუშავონ მათ, რომ მოიძიონ ინფორმაცია სათანადო, მერე დროულად წარადგინონ, მერე დროში მართვა, გუნდური მუშაობა, დროულად სიტყვით გამოსვლა და დროში გადანაწილება აი ამ გამოსვლების. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, რაც ვითარდება და რასაც ჩვენ ვასწავლეთ. ამიტომ იქ არ არსებობს მომენტი, რომ არგუმენტი ამოიწუროს. ყოველთვის არსებობს და აი დიახ, რაც მნიშვნელოვანია, ის შესაძლოა ახსაქმელად აუდიტორიას უყვირს ხოლმე. ისეთი საკითხებია შემოტანილი, რომელსაც აუცილებლად აქვს ორი მხარე, ან როგორც მედალიონს. ამიტომ იქ არგუმენტების ამოწურვა არ ხდება. იქ არის სხვადასხვანაირი პოზიციონირება და შენ უნდა შეძლო ისე რომ არ შეეხო პერსონებს, არ შეეხო, არ მოხდეს პირადი დაპირისპირება, არამედ პირიქით ურთიერთპატივისცემით მოახერხო არგუმენტირებულად ფაქტებზე დაყრდნობით შენი მოსაზრებების და პოზიციების გატანა. საინტერესოა, თინათინ ტურნირში მონაწილეს უნდა გქონდეს რაიმე სახის საფუძველი ამ კუთხით თუ აბსოლუტურად დასწავლადია ეს თქვენ სკოლაში? აი ეს ძალიან კარგი საკითხია. ეს არის დასწავლადი, მაგრამ მე მინდა ისევ შევეხო იმ შედეგებს, რომელზეც აი გითხარით, რომ საერთაშორისო სივრცეში მოკლედ საქართველოს აქვს ძალიან დიდი რეიტინგი, უფრო მეტ დიდიც ვიტყოდი ვიდრე კიდევ საქართველოში და ჩვენ ვართ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები, აი როგორც ევროკავშირის წევრი, წარმოიდგინეთ ისე ვართ გაწევრიანებული და ამის ფონზე საქართველოში კიდევ კურს ნაბიჯებით თითქოს მივდივართ. ეს იმიტომ, რომ ჩვენ კი ვასწავლით, მაგრამ ამის სწავლება დაწყებითი საფეხურიდან უნდა ხდებოდეს. წვეთად უნდა ივსებოდეს ის ჭიქა, სადაც უკვე ჩვენ მერე შევძლებთ, რომ ამ ყველაფერს ხორცი შევასხათ, მაგრამ რა თქმა უნდა დასწავლადია, ოღონდ უშუალოდ დებატებში რომ მიიღოს მონაწილეობა ტურნირებში გამოვიდნენ, როგორც თქვენ ბრძანეთ, აი ჩვენ დებატების სკოლა გვაქვს ძალიან აქტიური თბილისში, მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან, ანუ დიდხანს ემზადებიან ამისთვის, ყოველკვირეული სისტემატიური მეცადინეობები აქვთ, აი 1-2 საათიანიც კი ხშირად იმისათვის, რომ შეძლონ, რომ იდებატონ. ამიტომ ახლა უკვე დებატებს მე მგონია თქვენთვისაც სხვანაირი აღქმა უნდა მიეცეს, ვიდრე ისე შეიძლება წარმოედგინოთ. ხედავთ კადრებს, ხედავთ
ძალიან ბევრი აქტივობა გქონიათ ბოლო პერიოდში და არა მხოლოდ თბილისში, ხო, როგორც ვიცი, აი ამასთან დაკავშირებითაც რომ მოგვიყვანოთ. დიახ, ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ გუდაოძე პატრიკაშვილის ფონდმა საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად თანამშრომლობით ჩვენ ბევრ პარტნიორთან ერთად, როგორც ახლა გაეროს განვითარების ფონდი და თეგეტას Green Planet-ია, მოგცეს შესაძლებლობა, რომ რეგიონებშიც ხელმისაწვდომი გავხადოთ ის სწავლება, რომელიც ხშირად ძალიან ელიტური არის ხოლმე, ხო? აი თბილისის კერძო სკოლებს აქვს შესაძლებლობა დებატების სკოლა არსებობს თბილისში, მაგრამ რეგიონებში რომ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა გავზარდოთ, ეს ჩვენი ორგანიზაციის მთავარი პრინციპია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ და თითქმის ყველა რეგიონში ვართ უკვე წარმოდგენილი, ვიწყებთ მასწავლებლების დაკომპლექტებას და მომზადებას, რომ ადგილზე თავის სკოლებში შეძლონ მათ შექმნან კლუბები, ასევე მქონდეთ შესაძლებლობა, როგორც არჩევითი საგანი ასწავლონ დებატები და უკვე იქ ადგილზე მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ როგორც რეგიონულ ტურნირებში, აი ხა ეროვნული ტურნირი რას ნიშნავს, რომ ჯერ იქნება რეგიონული შეჯიბრებები, შემდეგ ეროვნული და შემდეგ საერთაშორისო და შემდეგ ჩვენ ყოველწლიურად თითქმის ვახერხებთ, რომ გავგზავნოთ ხოლმე ახალგაზრდები და აქაც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რეგიონებიდან აქტიურად იყვნენ აქტიურად. რა საკის მოზარდებზია მაინც საუბარი? ეს 14 წლიდან 13 წლიდან აი ხა ნელ-ნელა ვცდილობთ, რომ დავწიოთ ეს ასაკი, უკვე ვიწყებთ მომზადებას და აი აქედან ზედაზღვარი ჩვენ არ გვაქვს საერთოდ, იმიტომ რომ დასრულებსაც ვამზადებთ და აი ამ მხრივ ძალიან გვიხარია, რომ მომართვიანობაც იზრდება, თუმცა რა თქმა უნდა შედეგები რაც უფრო პატარა ასაკი, იქ უფრო დიდია. ალბათ უფრო საჯარო პირები მოგმართავენ პოლიტიკოსები და ასე შემდეგ, ვისაც ჭირდებათ. დიახ. თუმცა ჩვენი სამიზნე დებატებში მონაწილეობენ ხშირად. დიახ, თუმცა ჩვენი სამიზნე მაინც საგანმანათლებლო სექტორია, იმიტომ რომ იქ თუ არ დავიწყეთ ამ მარცვლის დათესვა, ისე ძალიან რთული იქნება და ამიტომ ძალიან ინტენსიურად მასწავლებლებს ვამზადებთ ხოლმე იმისათვის, რომ მათ შეძლონ, რომ მოზარდებს შემდგომში გაუზიარონ. ანუ ის სტერეოტიპი, რომ კარგი მოდებატე, თქვათ, უარგუმენტოდაც უნდა იცავდეს თავის პოზიციას, ესეც რამ არ არსებობს, ხო? თქვენ ასეთ რამის არ ასწავლეთ. არა, აი ეგ არის სწორედაც დემაგოგია, როდესაც ჩვენ აღარ გიჭირავს ხოლში აღარაფერი და ცდილობ მსმენელი ფაქტურად მოაწყო. ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ ხოლმე ასეთ რამის ვუსმენთ უფრო სწორად. ჩვენ სულ მაგას ვუსმენთ. მინდა გითხრათ და როდესაც მე დასრულებთან მაქვს ხოლმე ესეთი ტრენინგები საჯარო მოხელებთან განსაკუთრებით, მუდმივად მიდის კამათი მომზადების პროცესში და სულ გვიხსნიან, რომ აი გარემოში ჩვენთან ხო რა ხდება? აი ასე ვიქცევით და რატომ უნდა მოვიქცეთ ეხა უფრო კონსტრუქციულად და მე ვიხსნი, რომ კონსტრუქციულობა ყოველთვის ჭრის და ყოველთვის ამას. ვინაიდან არის? აქ არის თქვათ გამარჯვებული, დამარცხებული. აი ამ შეჯიბრებითობაზეც რომ გვესაუბროთ, თქვათ და ვინ იგებს დებატებს? აი საინტერესოა. ეგეც კარგი კითხვა. დებატებში სხვადასხვა ტიპის და მოდელის ტურნირი გვაქვს ხოლმე, ეხა განსხვავებული სახის გვექნება, იმიტომ რომ მაქსიმალურად ბევრმა მოდებატემ გვინდა რომ იდებატოს, იმიტომ რომ ტურნირის პროცესში, როდესაც ეს არის გადასვლითი ეტაპები, იქ ზოგიერთს ეძლევა შანსი, რომ სულ 1-2 დებატოს, ზოგს ეძლევა შანსი, რომ 6 ჯერ იდებატოს და აი ამიტომ ეხლა ჩვენ გვინდა რომ შევცვალოთ და მაქსიმალურად ხშირად ვადებატოთ, რაც შეიძლება ბევრი მოზარდი, ვინ თუმცა ნებისმიერ თამაშს განსაზღვრავს მსაჯი. და აი ეს მსაჯთა კორპუსი, ეს არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში გადიან და სერტიფიცირდებიან, გადიან სწავლებას, ტრენინგებს, პირველადი ეტაპით დებატების ტექნიკით დაწყებული მსაჯობით დამთავრებული და რაც მთავარია, დღეს ძალიან გავრცელებული სიტყვა და ბევრმა იცის ეს უკვე და ამას ვიხმარ. ამიტომ coaching-საც და ჩვენ კი ამას ვეძახით სუპერვიზირებას და წლები ამ მიმართულებით ვმუშაობთ, ანუ ინდივიდუალურად ვამზადებთ თითოეულ მსაჯს, იმიტომ რომ ყველა საერთაშორისო კრიტერიუმების დაკმაყოფილებით უნდა იყოს ის, როგორც მსაჯი წარდგენილი თამაშზე და გვაქვს ძალიან რთული ალგორითმული შეფასების სქემები. მსაჯის ბიულეტინს ვეძახით ამას, კიდევ არის ცალკე ფურცელი, სადაც მსაჯი იწერს მთელი თამაშის მიმდინარეობას და აი შემდგომ გამოთვლით წმინდად მათემატიკურად, ქულების დაჯამებით, შეფასებებით, რანგების გათვალისწინებით ხდება ხოლმე აი ასე გამოვლენა საუკეთესო მომხსენებლების, სადაც ძალიან მცირედი არის ხოლმე სხვაობა, მაგრამ იქ ამითიც ვასწავლით და ვეუბნებით, რომ რატო გაიმარჯვა. აი მაგალითად თუ ოპონენტის მიმართ პატივისცემა არ გამოხატე, ქულა გაკლდება. აი მაგალითად ნახეთ, თუ არგუმენტი იყოს სუსტი და შენ უფრო დემაგოგიისკენ წახვედი, ქულა გაკლდება. აი ამიტომ არის ეს დიახ. დებატები თუ. დიახ, ეს არის. და რას უყურებდით ამდენი წელი. ანუ ტელესიფრში თუ გადმოვიდათ, მსაჯის ფუნქციას ასრულებს ტელეწამყვანი, ხო? გადაცემის ავტორი თუ წამყვანი. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ. მართლა ძალიან საინტერესო თემა არის და შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი თინათინ ცერცვაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.